ხსენებათ, რომ 2026 წელს საქართველოში ვზეიმობთ ქრისტიანობის სახელმწიფოდ რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავს, რასთან დაკავშირებითაც დაიგეგმა სამწლიანი ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის მიერ. სხვადასხვა ლექტორები ჩადიან ეპარქიებში, თბილისში გრძელდება აგრეთვე შეხვედრები სხვადასხვა უნივერსიტეტებში და ხდება სხვადასხვა სახის ლექციები ისტორიკოსების, ფილოლოგების, ხელოვნებაცოდნეების, ფილოსოფოსების მიერ და ხდება კიდევ ერთხელ გააზრება იმისა, რა არის ქართული კულტურა, ქართული ისტორია და ასე შემდეგ, ის ღირებულებები, რამაც ქართული თვითყოფადობა ჩამოაყალიბა და რამაც მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე. დღევანდელ დღეს წარმოგიდგენთ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ქალბატონი ნინო ღამბაშიძე. თემა გახლავთ მოგეხსენებათ ანდრია პირველწოდებულის გადმოცემები ხალხურ თქმულებებში. ძალიან საინტერესო ლექცია. მეუფე დანიელიც გზაშია, შემოგვიერთება და დასკვნით სიტყვას უკვე მეუფე მოგვახსენებ შემდგომად. მოგესალმებით, დიდი მადლობა პირველ ყოვლისა მობრძანებისთვის და მინდა გითხრათ, ესე გულწრფელად მინდა ვაღიარო, რომ ცხეთას ჩემთვის განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა აქვს და დღევანდელი ჩემი მოხსენება შეიძლება ოდნავ ემოციური იყოს, განსაკუთრებული სენტიმენტები მაქვს ცხეთის მიმართ. ჩემი გამომდინარე იქიდანაც, რომ რა თქმა უნდა ქრისტიანი ვარ და ამ თემებზე ვმუშაობ და ბოდიშს მოგიხდით თუ ცოტა ემოციურიც გამოვიდა ჩემი სამეცნიერო პოპულარული თხრობა. დიახ, ის თემები, რომელიც წარმოდგენილი არის თქვენს წინაშე სხვადასხვა მეცნიერის მიერ, მე მინდა გირჩიოთ, რომ თუ საშუალება გექნებათ, ჩანაწერი მოისმინოთ, იმიტომ რომ მართლაც თავისი საქმის კარგი სპეციალისტების მიერ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებზე გამახვილებული ყურადღება. თქვენ შეძლებთ ერთიანი სახით დაინახოთ, როგორ გავხდით ჩვენ ქართველები. რამ გაგხვდა ისეთები, რომლის შედეგადაც ჩვენ ვუწოდებ ჩვენ თავს ქართველებს. მანამდე სანამ მე ანდრია მოციქულის შესახებ მოგითხრობდეთ უშუალოდ გადმოცემების შესახებ, ვინაიდან ეს ტრადიციას ეხება, მე ვინაიდან ეთნოლოგი ვარ და სპეციალისტი ვარ ტრადიციის და კულტურის, არ შემიძლია ორიოდე სიტყვით არ მოგახსენოთ ტრადიციის რაობაზე და მის მნიშვნელობაზე. მინდა ასე დავიწყო ეს ამბავი, ბოდიშს მოგიხდით. ეხლავე ერთი წუთით. ერთ-ერთ კონფერენციაზე დავით მუსხელიშვილმა, რომელიც ცნობილი ისტორიკოსი გახლავთ, იცით თქვენ, ასეთი სიტყვებით დაიწყო თავისი მოხსენება. ყველა ქართველი მეფის უპირველესი მოვალეობა იყო დაკარგული ტერიტორიების შემოერთება და დაბრუნება. ძალიან დიდხანს მიფიქრია ამ სიტყვებზე, განა მარტო იმიტომ უნდათ მეფეებს დაებრუნებინათ ტერიტორია, რომ თავიანთი ძალაუფლება და განევრცოთ. არა, რა თქმა უნდა. რა იყო ის მთავარი, რომელიც მათ ასეთ უპირველეს მოვალეობად გადაექცათ. მე ვფიქრობ, ეს იყო ის ადგილი, სადაც თვითონ მათი ერი ჩამოყალიბდა. როგორ ხდება ტრადიციის და კულტურის ჩამოყალიბება. ადამიანი მოდის გარკვეულ ტერიტორიაზე და მან ამ ტერიტორიაზე უნდა შეძლოს მოიპოვოს სარჩო საბადებელი, თავი დაიცვას ბუნებრივი მოვლენებისა და მტრებისაგან. სამისოდ, მან უნდა გამოიყენოს
მის ხელთ არსებული რესურსები. აი ამ რესურსების გამოყენებით, ამ მიწის დამუშავებით, ამ მიწის მოვლა პატრონობით ყალიბდება ტრადიცია. ტრადიცია არის ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების სიბრძნის შედეგად მოპოვებული გამოცდილება, რომელიც 100 წლის შემდეგ თუ ეს ხალხს გამოადგა, ის გადადის შემდეგ თაობაზე. ტრადიციის მნიშვნელობა არის საჩუქარი. ჩვენ ტრადიცია გვეძლევა ჩვენი წინაპრებისგან. ჩვენ იმ ტრადიციას არ გვქმნით, მაგრამ ჩვენ ვამატებთ ამ ტრადიციას, ჩვენ ვაუმჯობესებთ ამ ტრადიციას და ვჩუქნით ჩვენს შთამომავლებს. საინტერესო ის არის, რომ მეცნიერები თვლიან, რომ უძველეს ხანაში, როდესაც ადამიანი პირველად მიდის ტერიტორიაზე, და იქ სახლობს, რა ნიშნით ხდება ეს ტერიტორია მისი კუთვნილება. რა იურიდიული საფუძველი აქვს ამას? მის მიერ დაღვრილი ოფლი ამ მიწაზე, ამბობენ მეცნიერები. ეს ქმნის აძლევს იმ ხალხს უფლებას, რომ ის მიწა მისი იყოს, როდესაც ის პირველად იქ მოდის. მე ვიტყოდი, რომ ასევე სისხლით დაღვრილი და ასევე იმარხება ადამიანი იმ ტერიტორიაზე. მისია ფაქტობრივად ეს ყველაფერი ქმნის მამულს. ეს არის კოლექტიური მამული და ასევე პირადი მამული. და ის, ვინც პატრონობს ამას, არის მემამულე, ხო, ქართული სიტყვებიდან გამომდინარე. ამიტომ ის მხოლოდ ერთიან ტერიტორიაზე შეიძლება ჩამოყალიბდეს ეთნოსი, ხალხი და ერი. ერთიანი ტერიტორიის გარეშე ვერ ჩამოყალიბდება ერი ერად. და როდესაც ის უკვე ჩამოყალიბებულია, მე შეიძლება მიგრაციის გზით მან თან წაიღოს ეს ცოდნა თავის თავში გამჭდარი გულში და გონებაში. რას გვაძლევს ტრადიცია? ტრადიცია ვინაიდან არის საყოველთაოდ გაზიარებული რამ და მიღებული საზოგადოების მიერ ჩვენის გვაძლევს დაცულობის განცდას. ჩვენ ვიცით ვინა ვართ, ჩვენ გვაქვს საფუძველი, მყარავთ გევართ ამ ქვეყნად და ეს არის უმნიშვნელოვანესი ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, უმნიშვნელოვანესია. ტრადიცია ასევე აყალიბებს განცდა იმ ცნობილ წყვილს ჩვენ და ისინი. ანუ ჩვენ ვართ ისინი, ვინც აი ამ ტრადიციით, ამ კულტურით ვცხოვრობთ. ისინი სხვა ტრადიციით, სხვა კულტურით ცხოვრობენ. მაგალითად ამაზე მახსენდება ხოლმე, როდესაც ბერძნები წერდნენ, რომ ქართველები ის ხალხია, ვინც ღვინოში წყალს არ ურევსო. ბერძნები, როგორც ვიცით, ღვინოში წყალს ურევდნენ. აი ასე ხდება რაღაცა ნიშნებით დახასიათება ეთნოსის ერის. ტრადიცია ძირითადად, ორგვარია, რადგანაც ადამიანის ცხოვრება ეს ასე ვხედავ ამას, რადგანაც ადამიანი შედგება სულისა და ხორცისაგან, მას სჭირდება მატერიალური ტრადიცია და სულიერი ტრადიცია. ტრადიცია ძალიან განსაკუთრებით მატერიალური იოლად ექვემდებარება სოციოპოლიტიკურ ცვლილებებს უფრო მეტად ვიდრე სულიერი. მაგრამ არის ტრადიციები, რომლებიც გაცილებით მყარია. რა მნიშვნელობა კიდევ ერთხელ ვიტყვი ტრადიციას? ის ჭირდება იმ საზოგადოებას. სანამ ის ჭირდება იმ საზოგადოებას, იმისი მოშლა არის საზიანო საზოგადოებისთვის.
მაგრამ თუ ტრადიცია შემოუტრიალდა საზოგადოებას და ის უკვე აღარ ეხმარება მას განვითარებაში, ის უკვე მისთვის საზიანო ხდება. ამიტომ უნდა გარკვეულწილად მივდიოთ გარკვეულ ცვალებადობებს. აი ხშირად ვამბობ ხოლმე საუბრისას ეს მაგალითი მომყავს ხოლმე და განმეორდები კიდევ ითვლებოდა რომ საქართველო არის სახვნელი იარაღების პირდაპირ მუზეუმი, იმიტომ რომ ვინაიდან ჩვენთან არის ნაირსახეობა გეოგრაფიული პირობებისა, სხვადასხვა სახის სახვნელი იარაღი შექმნა ქართველმა ადამიანმა და დიდ გუთანზე მეცნიერები ამბობენ, რომ ეს იმ დროის უდიდესი წარმატება იყო. მაგრამ შემოდის ვითარდება ტექნოლოგიები, შემოვიდა ტრაქტორი და სამწუხაროდ დიდი გუთნით უკვე დიდ გუთანს აღარ იყენებენ. ეს დიდი გუთანი თან რა იყო რამდენად საინტერესო იყო, იმდენად რომ ის გარკვეულ რიტუალებშიც მონაწილეობდა, ხალხურ რიტუალებში, გუთნის დედა იყო უხუცესი და მთელი სოციალური სისტემაც იყო ამასთან დაკავშირებული, თავის ღვთისმსახურებასთან და ასე შემდეგ. მაგრამ ეს შეიცვალა, ვინაიდან ცხოვრებამ ასე მოიტანა და ხალხმა გადაწყვიტა, რომ ეს ასე იყოს. მაგრამ რა შეიძლება დარჩენილიყო? დარჩენილიყო მიწასთან ურთიერთობის ტრადიცია და წესი. როდესაც ტრადიციაზე ვსაუბრობთ, სულიერი ტრადიციები გაცილებით უფრო მყარია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხალხის შემორჩენილ რწმენა წარმოდგენებს, ხშირად არის საუბარი იმის შესახებ, რომ ისინი ცილდებიან ოფიციალურ ქრისტიანულ შეხედულებებს. ამასთან დაკავშირებით მე მინდა გითხრათ ასეთი რამ, რომ ადამიანი ვერ უძლებს ეს სამეცნიერებაში მიღებულია ეს აზრი, რომ ადამიანი ვერ უძლებს კითხვების დასმის გარეშე ცხოვრებას. ამავე დროს და საბედნიეროდ ალბათ, იმიტომ რომ ამითი ის ახერხებს კულტურას შექმნას და ტრადიცია. ამავე დროს ის ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანი ცნობილია, ადამიანი არის მოაზროვნე არსება, homo sapiens, მაგრამ მეცნიერებაში ისიც არის ცნობილი, რომ ის რელიგიური არსებაც არის. როგორ შეიძლება ეს ორივე არ იყოს ადამიანი, როდესაც ის სულისა და ხორცისგან შედგება. ამიტომ ადამიანი ვერ უძლებს რელიგიის გარეშე ცხოვრებას და ჩვენი საეკლესიო კრებები კარგად გვიჩვენებენ იმას, რომ როდესაც ეკლესიას უჭირს ისტორიის მანძილზე, მაშინ შემოდის ხალხური ტრადიციები უფრო ძლიერად. რა არის ადამიანი ვერ უძლებს რომ არ იყოს მორწმუნე და მან უნდა აღასრულოს. თუ ამ მხრივ ის ინახავს ბევრ რამეს, ის რომ ეკლესია თვითონ საჭიროებს დახმარებას, ხალხი თავისით ინარჩუნებს იმ ცოდნას, რაც ახსოვს იმისგან, რაც გადმოეცა წინაპრებისგან. და ეს იმდენად გამჯდარი აქვს ეს ცოდნა, რომ იცავს ამას. ეხლა მე მინდა გითხრათ, რომ ტრადიცია შეიძლება შევიდეს წერილობით წყაროში, შეიძლება ის პირდაპირ არ იყოს ისტორიული ფაქტი. მაგრამ ადამიანის ფსიქიკას აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი უნარი, სიმბოლიზაციის უნარი.
ეს აეხმარება ადამიანს უცნობთან ურთიერთობაში, განსაკუთრებით ირაციონალურ სამყაროში, თან იმას, რასაც ვერ ხედავს, მიღმიერ სულიერ სამყაროსთან. ალბათ ეს უბრალოდ ჩემი აზრი არის, ალბათ აი ამ სიმბოლიზაციის გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა ზიარების მიღება, ჩვენი ფსიქიკა შეიძლება ვერც გაუძლებდა ამას, იმხელა ამბავია და იმხელა სასწაული არის ეს. ამიტომ ეს მოგვეცა ჩვენ სიმბოლიზაციის უნარი და ამ სიმბოლიზაციის საშუალებით იქმნება მითები ყველა ქვეყანაში, ყველა ერში. და ეს მითი თავისთავად რაღაცა გარკვეულწილად, როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში არის ცნობილი, შეიცავს სინამდვილეს, მაგრამ ამავე დროს ეს არის ამ ხალხის მიერ დანახული ფსიქიკური რეალობა. როგორ განიცდის აქ მცხოვრები ადამიანი იმ მოვლენას, რომელიც არის მიღმიერ სამყაროსთან ურთიერთობა. ამიტომ გადმოცემებში და შეიძლება უცნაური რამე შეგვხვდეს, მაგრამ ეს არის ხალხის გულში გავლილი, მისით დანახული, გულსრფელად მისგან წამოსული ის განცდები და ის წარმოსახვები, რომელიც მას დაებადა გარკვეულ პერიოდში. როგორც თქვი, ტრადიციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომაც რომ ის ავსებს წერილობით წყაროს, წერილობით წყაროები ხშირად ტრადიციის მეშვეობით იქმნებოდა და პირიქით წერილობითი წყაროებიდან შედიოდა ხალხში ასევე და ამის მაგალითად მინდა მე მოგცევა ქართლის საიდან ერთი ადგილი წაგიკითხოთ აბიათარ მღვდლის სიტყვები. მე აბიათარ მოგითხრობთ ამბავსა, რომელიც მეუწყა და ყურითა ჩემითა ვისმინე მამისა და დედისა ჩემისაგან და რომელიც წიგნებიდანაც ვიცი, რამე თუ მათ პაპათა და მშობელთაგან თვისთა მოთხრობილი სმენიათ და უწყოდნენ ესრედ, რომ ოდეს ჰეროდე მეფე იერუსალემს, მაშინ მოვიდა ამბავი, რომ იერუსალიმი სპარსთა დაიპყრეს. ასე რომ ჩვენ ხედავთ, რომ მონათხრობი შედის წყაროში და წყარო კვლავ უბრუნდება ხალხს. კიდევ მე მინდა ერთი მაგალითი თქვა იმისა, ტრადიცია და კულტურა, რომელიც ისწავლება და რომელიც უნდა ასწავლოს მომავალ თაობას, როგორც ტრადიცია, ასე კულტურა და ამას მეცნიერები ინკულტურაციის პროცესს ეძახიან, როგორ რა მნიშვნელობის არის ეს ამბავი, ტრადიცია და კულტურა. ჩემთვის ამისი საოცარი მაგალითი არის მირიან მეფე. და რატო? არის კამათი დღემდე იმის შესახებ, მირიან მეფე იყო სპარსი თუ იყო ქართველი. ნაწილი მეცნიერების ამბობენ, რომ ამტკიცებენ, რომ ის იყო სპარსი, რაც წარმოშობით და ბიოლოგიურად მართლაც ასე იყო, ნაწილი ამბობს, რომ ის იყო ქართველი. და მე ვფიქრობ ასე, ჩემი აზრი არის ეს, რომ 7 წლის სპარსი ბიჭი მოიყვანეს საქართველოში, გაზარდეს იმ კულტურაში, რომელიც მას აქ დახვდა, მცხეთაში, იმ ტრადიციებზე აღზარდეს და ის ჩამოყალიბდა ჭეშმარიტ ქართველ მეფეთ, რომელიც ერმა აღიარა. ესე არ არის ძალიან მკაცრი შეიძლება იყოს როგორც ჟამთახმწერელი, ასევე ხალხი. ხალხმა ის მიიღო როგორც ქართველი მეფე. ის გაქართველდა, ის წარმოშობით სპარსი გახდა ჭეშმარიტად ქართველი მეფე. აი რა შეუძლია ტრადიციას და კულტურას, რომლის გადაწყვეტილებამ ალბათ კარდინალურად შეცვალა ჩვენი ბედი და დღემდე ეს მისი გადაწყვეტილება ჩვენს თვალწინ არის.
მოდით ახლა აი ესეთი შესავალი გავაკეთეთ, მიუბრუნდეთ ანდრია მოციქულის ქადაგებას საქართველოში ხალხური წარმოდგენებისა და გადმოცემის მიხედვით. მე პირველ რიგში მინდა საჯაროდ მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მე დამეხმარა ამ მასალის მოძიებაში. როგორც მასპინძლებს, ასევე ჩემ მთხრობელებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, იმიტომ რომ დღეს ამგვარი ტრადიციები მისხალ უნდა ეძებოდა, ძალიან რთული არის. მე შევეცადე ეს შემეკრიბა და ერთიან სურათად წარმომედგინა. თქვენ ყველას კარგად მოგეხსენებათ წყაროების მიხედვით, სად იმოგზაურა ლაზებთან მეგრელთა სოფელში, შემდეგ დიდაჭარიდან შემოვიდა, აღმართა რკინის ჯვარი და აბასთუმნით ჩამოვიდა. აი აქ აბასთუმანთან დაკავშირებით სამწუხაროდ მე მასალა ვერ მოვიპოვე, იმიტომ რომ დემოგრაფიული სურათი არის შეცვლილი. ტრადიციას, გადმოცემას და ეთნოგრაფიულ სურათს დემოგრაფიული სურათი ცვლის გარკვეულწილად. მაგრამ ის რომ როგორ მოქმედებს ტრადიცია, რა ძალა აქვს მას და როგორი ფესვებია, ანუ ფეს გადგმული ხარ, როცა შენ ტრადიცია გაქვს. ამის მაგალითად მინდა ერთი ამბავი გიამბობთ, რომელიც ასევე ხშირად მაქვს ნათქვამი. აბასთუმანი მოგეხსენებათ, კურორტი არის ძალიან ცნობილი და 60-70-იან წლებში კურორტ სამმართველოს უფროსი, როგორც ჩემმა მთხრობელმა მითხრა, იყო ფრიად პატივცემული პიროვნება ფანცულაია. მოგეხსენებათ, ის დირექტორი იყო, ის გარკვეულწილად ფუნქციონერი იყო, საბჭოთა პერიოდში ცხოვრობდა და ძალიან კარგად იცით, იმ დროს ათეისტური პერიოდი იყო. ერთ-ერთი ავადმყოფი, ძალიან მძიმე ავადმყოფი ყოლიათ ერთ-ერთ პერიოდში. უცბად ამ ავადმყოფს გაუვლია და ყველა იყო გაოცებული, რომ როგორ გაიარა ამ ავადმყოფმა, ასეთი მძიმე იყო ეს ადამიანი. და ამ ფანცულაიას უთქვამს, რატო გიკვირთ, აქ ხომ ანდრია მოციქული დადიოდაო. ეს ხდება ათეისტურ საბჭოთა საქართველოში. მოკლედ, ანდრია მოციქულმა გამოიარა და სხვათა შორის ამ ჩემმა მთხრობელმა მითხრა, რომ მისი ბაბუა გადმოვიდა იმერეთიდან და იმერეთიდან რო გადმოვედითო, ბაბუა ჩემი და მისი ასაკის ხალხს ახსოვდათ, სად შეიძლება ყოფილიყო აღმართული ანდრიას ჯვარიო. მოკლედ, გადმოვიდა ზადენ გორაზე ანდრია გადმოცემების მიხედვით და ამ ზადენ გორაზე იყო გადმოცემის მიხედვით აღმართული ზადენის კერპი, რომელსაც, რა თქმა უნდა, იმდროინდელი წარმართები თაყვანს სცემდნენ. უნდა მოგახსენოთ, რომ შეგახსენოთ, რომ ბატონ ვახტანგ ლიჩელს 18 წლიანი ექსპედიცია ჰქონდა არქეოლოგიური ამ მხარეში და მან ზადენ გორაზედაც აღმოაჩინა კვალი იმისა, რომ იქ მართლაც უნდა ყოფილიყო კერპი. მისი აზრით, ეს მომცრო ზომის კერპი უნდა ყოფილიყო. და თან ახლა ჩვენ ტოპონიმი გვაქვს აქ ზადენი და ისიც გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, არქეოლოგიური გათხრა, ტოპონიმი გვაძლევს, რომ აქ მართლაც ზადენის კერპი იყო. ხალხური გადმოცემა ამბობს და ნახეთ რა საოცარია, მათთვის ზადენის კერპი იყო მაღალი, ძალიან დიდი, მძლავრი ფიგურა. და ანდრია მოციქული რომ მოვიდა ზადენის კერპის მსახურებთან, მოილაპარაკეს და ძალიან მშვიდობიანათო ამბობს გადმოცემა, რომ ისინი ორივენი ილოცებენ და ნახავენ
რომელი ღმერთი უფრო ძლიერი არის. მართლაც ილოცეს გარკვეული ხნის განმავლობაში ამ დროს ხალხმა იცის, გადმოცემის მიხედვით ხალხმა უკვე იცის, რომ ასეთი შერკინებაა ლოცვითი და ნაწილი მოვიდა, ხალხი მოვიდა, უყურებს რა მოხდება და დილით გამოვიდა თავისი კარვიდანო ანდრია მოციქული და ამ დროს მზე გამოფწყინდა ძალიან დიდი დისკო მზის ამოვიდა მან ილოცა ხელი შეახო ზადენს და ეს ზადენი დაინგრა. ჩემთვის საცნაური ის არის რომ თუ ის პატარა კერპი იყო სინამდვილეში ანუ როგორი საშიში და როგორი ფსიქოლოგიური ზემოქმედების მქონე კერპი წარმოაჩინა ამ გადმოცემამ, რომელიც ერთხელის მოსმით დაამსხვრია ანდრია მოციქულმა და ამითი ფაქტობრივად გადმოცემა გვეუბნება, რომ ღვთის წინაშე, იესო ქრისტეს წინაშე არანაირი ფსიქოლოგიური ძალის მქონე თუ ესეთი კერპი არაფერს არ ნიშნავს. შემდეგ წამოვიდა ანდრია მოციქული, ეს მესხეთში ხდება, აწყორში უნდა მოსულიყო, მაგრამ ცნობილი ისტორიული გეოგრაფის დევი ბერძენიშვილის თქმით, ის ჯერ უნდა წასულიყო ანდრია წმინდაში და შემდეგ უკვე უნდა მოსულიყო აწყორში. აწყორის ამბები ჩვენ ვიცით, აწყორის ამბებს მე არ შევეხები და ანდრია წმინდაზე მოგახსენებთ. ეს არის არაჩვეულებრივი სოფელი მესხეთში და ეს არის ალბათ ერთადერთი ადგილი საქართველოში, სადაც აი საღდგომოთ, როდესაც ჩვენ საფლავებზე გავდივართ, ისინი არც კვირას, არც ორშაბათს არ გადიან, არამედ გადიან დიდმარხვის მეხუთე ხუთშაბათს. აქ შემორჩენილია დღემდე გადმოცემა იმისა, რომ ანდრია მოციქული აქ მოვიდა, ის ადგილობრივმა მთავრობამ აწამა, ჩააგდო ორმოში, ზემოდან ტყავი გადააფარეს, მაგრამ იქიდან მაინც გამოდიოდა შუქი. ბოლოს და ბოლოს გამოიყვანეს იქიდან და და გადმოცემა ამბობს, რომ სხვაგან დასაჯეს არა მათ სოფელში ანდრია მოციქული და მერე მოიტანეს მისი წმინდა ნაწილები. მე ვფიქრობ, რომ და ეს დღე არისო დიდმარხვის მეხუთე ხუთშაბათი. მე ვფიქრობ, რომ და დიდაჭერიდან შემოვიდაო და მართლაც ალბათ აქ უნდა ყოფილიყო წმინდა ანდრია მოციქულის წმინდა ნაწილები. ეს ძალიან იცით როგორი სოფელია, რომელსაც ძალიან კარგად ახსოვს, რომ ისინი ანდრია მოციქულის მფარველობის ქვეშ არიან და რომ მათი შემწი არის წმინდა ანდრია. ამაზე ძალიან ძლიერია მათში ეს წარმოდგენა. შემდგომ საერთოდ არის დიდი კამათი იყო იმის შესახებ, იყო თუ არა ანდრია მოციქული აღმოსავლეთ საქართველოში, იყო თუ არა დასავლეთ საქართველოში, საერთოდ იყო თუ არა საქართველოში და რა თქმა უნდა, ეს გაქარწყლდა და არქეოლოგიურმა აღმოჩენებმაც გვაჩვენეს ესა, ის ნამდვილად გადაგებდა საქართველოში და როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში, მაგრამ სანამ აღმოსავლეთ საქართველოზე გადმოვიდოდეთ, ერთი ყველაზე მეტად შემორჩენილი ტრადიცია, რომელიც დღემდე არის, როგორც წერილობით ანუ სტატიებში გამოქვეყნებული არის თვითმხილველების მიერ, რომლებსაც მეც კი ვიცნობდი ბატონი გივიელიავას მიერ, რომელიც დიდებული პიროვნება იყო, რომელმაც მარტულში შექმნა ეთნოგრაფიული მუზეუმი, ძალიან ანუ საოცრად გამორჩეული პიროვნება გახდათ ბატონი გივი, მან დიდი წვლილი გასწია იმისთვის, რომ აი ეს მუზეუმი გაეკეთებინა და მისი სტატიები ამის შესახებ თვითონაც თვითმხილველი ყოფილა გარკვეული ტრადიციებისა. რა მოხდა ახლა მარტულში? მოგეხსენებათ, ჭყონდიდიც ქვია მარტვილს, ანუ დიდი მუხა და ტრადიცია გვეუბნება, რომ ეს როგორც ჩანს, მარტვილი იყო ძალიან დიდი
წარმართული ცენტრი თაყვანისმცემის. და ამ ხეზე დიდ ჭყონზე მიმული იყო უზარმაზარი ფიგურა, რომელსაც დიდგიმირი ან დოდგიმირი კაპუნია ზოგის თქმით ერქვა. და მასთან მოყავდათ მის დღესასწაულზე მოყავდათ წინა წელს არჩეული პირშოები და სწირავდნენ ბავშვებს. თქვენ მოგეხსენებათ, საერთოდ ძალიან საინტერესოა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები ჩვენი რეგიონის, სამეზობლო რეგიონის და ჩვენი რეგიონის მიმდინარე მოვლენების თანადროული იყო. და მოგეხსენებათ იმ დროისათვის კერპებს ჩვილებს სწირავდნენ, ასევე იყო ცხეთაშიც ამბობენ რომ არის მოსაზრება რომ არმაზსაც სწირავდნენ და ზადესაც სწირავდნენ ჩვილებს. მოკლედ ანდრია მოციქული პირველად სანამ მივიდოდა ჭყონდიდში, პირველად მივიდა ჭყონდიდის გვერდზე სოფელში და ბანძაში და იქაც ეთაყვანებოდა ადგილობრივი მოსახლეობა ხეს. იქ მოჭრა ხე და იქ ადაგა ქრისტიანობა. ახლად მოქცეულ მორწმუნეებთან ერთად წამოვიდა მარტულში. მარტულში გადმოცემა გვეუბნება, რომ ეს ის დროა, არის დღესასწაული და დედას მოყავს შვილი. მანამ ანდრია მოციქულმა ნაჯახი მოუღერა ამ მუხას და მოჭრა ის. ამ დროს დედა მოდის და გადმოცემის მიხედვით ის კივის, რომ შვილო უნდა შეგწირო. და ანდრია მოციქულმა უთხრა თავის გვერდზე მდგომ კაცს, რომ წადიო და აუწყეო დედას, რომ ის არ შესწირავს და აღარ შესწირავს თავის შვილს და საერთოდ არავინაც არ შესწირავსო და გადმოცემა გვეუბნება, რომ ამ კაცის შთამომავლები ხარებავები არიან. და მართლაც ჩვენ ვიცით ექვთიმე თაყაიშვილიდან, რომ ამ მუხისგან აიგო ტაძარი, რომლის საკურთხეველში აღმოჩნდა ის გადაჭრილი კუნძი, რომელიც გადაჭრა ანდრია მოციქულმა. ძალიან საინტერესოა, საერთოდ ეს ცალკე თემა არის მარტვილისა და მცხეთის ურთიერთობა. ძალიან ბევრი საერთო აქვთ მათ და როგორც ტაძრის მშენებლობა, გარკვეული ტრადიციების მიხედვითაც. რა მოხდა ბანძაში? ბანძაში მოხდა ასეთი რამ, რომ იმის აღსანიშნავად, რომ ქრისტიანობამ წარმართობაზე გაიმარჯვა, ყოველ წელიწადს აღდგომიდან მერვე დღეს, ანუ კვირაცხოვლობის მომდევნო ორშაბათს და საერთოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ მერვე დღის დღესასწაული არა მარტო ბანძაში, არამედ ცხეთაშიც იყო, როგორც ჩანს იმერეთშიც, აღნიშნავდნენ ჭვენიერობას. საოცარი დღესასწაული იყო, რომელიც ძალიან მოწონდა თავად ილია ჭავჭავაძესაც, მოეწონა, როდესაც მან პირველად ეს ნახა. ეს დილით ხდებოდა მსახურება ეკლესიაში, მღვდელს მსახურების შემდეგ გამოქონდა ბურთი, ადგილობრივი მოსახლეობა ორ გუნდად იყოფოდა და იყო შერკინება ამ ბურთაობა და შემდეგ ხდებოდა ხის ამოძირკვა. სხვადასხვა გადმოცემის მიხედვით, სხვადასხვა გვარად და ამ ხეს მამაკაცები გაიდებდნენ მხარზე, მოქონდათ შაურკარის წმინდა გიორგის ტაძართან, რომელიც იქ იყო და ფესვებით მაღლა მიაყუდებდნენ ხოლმე ეკლესიას. ეს ძალიან საცნაური იყო ჩემთვის ეს ამბავი, რომ ეკლესიას ხეს მიაყუდებდნენ და რატომ ამას ცოტა ხანში გიამბობთ. ეს დღესასწაული, პირდაპირ ამბობს, დღესაც ამბობს ხალხი, რომ ეს დღესასწაული სპეციალურად იმართებოდა ნიშნად ქრისტიანობის წარმართობაზე გამარჯვების ნიშნად. მოგესალმებით, მეუფე. კი ბატონო, გავაგზავნე. და
არზე იყოს მოკლედ და ქრისტიანობის წარმართობაზე გამარჯვების დღესასწაული არის ეს მე ხალხი დღესაც ვინც ამას ყვება და ვინც ეს იცის დღესაც ამას ამბობს და რატომ გახდა საცნაური აი ეს ხე რომელსაც გაიდებენ მამაკაცები და სხვათა შორის სანამ გადავიდოდე მინდა ვთქვა რომ ბოლშევიკებმა ხელოვნურად გაუქმეს ეს იმიტომ რომ ის ოცხალი იყო ის ხალხს უყვარდა ის ხალხს სჭირდებოდა და მე და ჩემი მეგობარს რომელიც ამას სწავლობდით ამ დღესასწაულს ის მუსიკალური კუთხით დიდი სურვილი ჰქონდა რომ აღდგენილიყო და იქნებოდეს მე აღდგეს ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული რადგანაც ის ხელოვნურად იყო გაუქმებული მოკლედ გადმოვდივართ აღმოსავლეთ საქართველოში და წყარო გვეუბნება მე-19 საუკუნის წყარო გვეუბნება რომ ანდრია მოციქული მოვიდა მცხეთაში არ შესული მცხეთაში ის ავიდა გოლგოთის მთაზე ანუ დღეს სადაც ჯვრის მონასტერია აღმართა ხის ჯვარი რა საოცარია ის ყოველთვის რაღაც უფრო რკინის ჯვრებს აღმართავდა წყაროების მიხედვით ხის ჯვარი აღმართა და მე-19 საუკუნის პერიოდული მე-20 საუკუნის დასაწყისის პერიოდული პრესის მიხედვით არსებობდა ტრადიცია რომ მან დარგო ხე რომელიც მე-4 საუკუნეში წყარო მოგვითხრობს რომ სასწაულებრივი ხე იყო რომელიც მოიჭრა და რომლისგანაც ჯვრები გამოითავა რა საინტერესოა ვისგან მოდის ეს ტრადიცია და ხსოვნა ის პიროვნება რომელიც წერს ამ სტატიას 1901 წელს გაზეთ მოგზაურში მან მოინახულა ჯვარი და ჯვრის მონასტრის ბერმა უთხრა ეს ამბავი მიიყვანა სამხრეთ კედელთან და უთხრა რომ აი აქ უნდა დარგულიყო ეს ხე წარმოიდგინეთ რამ ხელა მოზაიკა იქმნება რამ ხელა სულიერი კავშირებია ანდრია მოციქულის დარგული თესლი აი ტრადიციამ როგორ დაამუშავა ეს როგორ გვაჩვენა ანუ ხალხმა როგორ გაატარა გულში ეს ისტორია ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ რომ ეს ცოცხლობს მხოლოდ მაშინ როდესაც გულით აგაკს გაატარა და დაუკავშირა რომ ანდრიას დათესილი თესლი ამოვიდა მერე და წმინდა ნინოს დახვდა მისი ნამოღვაწარი და მისცა საშუალება რომ სასწაული მოქმედი ხისგან გამოთლილიყო სასწაულებრივი რამ ჯვარი და მოგეხსენებათ თქვენ რომ ესეც წყაროს მიხედვით გაიდეს მამაკაცებმა მგონი 100 არის მითითებული წყაროში მოიტანეს და მიაყუდეს სვეტიცხოვლის კედელთან ნახეთ მარტულშიდაც ეს დღესასწაულის დროსაც ამგვარი რამ ხდება ამას ინახავს ხალხი ამას ეს უმნიშვნელოვანესია ხალხს სჭირდება იმიტომ რომ მას ფესვები აქვს გადგმული ამით და მყარად არის და როდესაც პრობლემა არის იდენტობის ეს ძალიან რთულ მდგომარეობაში აყენებს ადამიანის ფსიქიკას ეს აძლევს სიმაგრეს ადამიანს და საფუძვლს ის მყარად დგას ასეთ შემთხვევაში. მოკლედ ანდრია მოციქული გააგრძელა გზა. წავიდა გრემში, კახეთში და იქაც აღმართა ჯვარი. შემდეგ წყაროს მიხედვით გადასულა დაღესტანში ლეკებთან. შემდეგ ჩამოვიდა ხევში და როგორც წყარო ამბობს მყინვარის ძირში, ანუ გერგეჩზე
აღმართა ჯვარი და შემდეგ მეცნიერები ფიქრობენ, რომ იმ ადგილას ბერები ცხოვრობდნენ, მონასტერი იყო და საერთოდ ეს სამება და გერგეთის ტერიტორია ძალიან მჭიდრო კავშირშია ანდრია მოციქულთან და წმინდა ნინოსთან და ეს კიდე ცალკე საუბრის თემა არის. და ბოლოს მინდა ვთქვა, ხო, ასევე გამომრჩა, რომ გადმოცემების მიხედვით და ზოგიერთი წყაროს მიხედვით სვანეთშიდაც იყო ანდრია მოციქული და მე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა მამა პავლე ზურაბიანს, როდესაც ჩვენ მანგლისში შევხვდით ერთმანეთს, მან მიამბო თავისი ბავშვობიდან იცის, რომ ქვემო სვანეთში ლენტეხთან იყო ქვა, რომელზედაც ამბობდნენ, რომ აქ ანდრია მოციქულის სახელდარმა კვალი დატოვა და ხალხი მიდიოდა იქ და ლოცულობდა და ის ქვაზე კი არ ლოცულობდა, არავის შეეშალოს ის ანდრია მოციქულზე, იმიტომ იყო ის წმინდა, რომ ის ანდრია მოციქულის იყო და ხალხს ეს ახსოვდა. ეს არის ისეთი საშუალება, რომელიც არ აძლევს უფლებას, ტრადიციას და ცოდნას იმისა, რომ დაიკარგოს. ამდენად უფრო გულისყურით შეიძლება, უფრო ნდობით და გულისყურით შეგვიძლია ამ ტრადიციებს მივადევნოთ ხოლმე თვალი. ის, რაც ჩვენთვის სასარგებლოა, ის უნდა დავიტოვოთ. ის, რაც უკვე ვეღარ გვეხმარება ცხოვრებაში, ის უნდა ან ტრანსფორმაცია მოვახდინოთ მისი, ან შევცვალოთ რამეთი, იმიტომ რომ ჩვენ საწინააღმდეგოდ იქნება ის. ასე რომ, რა ვიცი, ეს ხსოვნა არ დაგვეკარგოს წმინდა ანდრია მოციქულის მოღვაწეობის და ასე მხურვალედ შეგვენახოს მის დამი სასოება და თაყვანისცემა. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. თუ რაიმე კითხვები არსებობს, კი არა და აუცილებლად დავსვათ კითხვები, მიკროფონს მოგაცდიან და თუ შეიძლება რომ მიკროფონში დავსვათ შეკითხვა. მოგესალმებით პირველ რიგში, დიდი მადლობა. შეკითხვა მაქვს ასეთი. თქვენ ახსენეთ, რომ ზადენის კერპი, სადაც დაამსხრი ანდრია, ანუ მცხეთაში არსებობდა ზადენის კერპი და ასევე სამხრეთ საქართველოში. რა კავშირი იყო ერთმანეთთან, საერთო შეიძლება და მეორე შეკითხვა ამავე დროს. წეგან ახსენეთ, რომ აუცილებლად განმარტავდით ამოტრიალებული ხის, ანუ ფესვები რომ ზევით აქვს, იმის მიყუდება რა სიმბოლოსთან იყო კავშირი. კი ბატონო. ზადენს რაც შეეხება მე აღარ გავარცეს საკითხი, იმიტომ რომ ძალიან ვიფიქრე, რომ შორს წავიდოდით და გადაგლიდით საუბრით. საერთოდ მე ძალიან მაინტერესებს ამ ზადენის საკითხი, იმიტომ რომ მე ვიზიარებ მოსაზრებას გურამ ყიფიანის, რომელიც არაერთი წელი მუშაობდა არქეოლოგიურ ექსპედიციაში მცხეთაში, ის მიიჩნევს, რომ სწორედ ის ქვა, რომელზედაც წმინდა ნინომ აღმართა ჯვარი, ის იყო პოსტამენტი კერპის და ის ამბობს, რომ ერთი მხრივ, რადგანაც ზედაზენი, ანუ ზედაზადენია, ქვედაზადენიც უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ წყაროში ჩვენ გვაქვს, რომ როდესაც მცხეთელები გამოდიოდნენ, ისინი უყურებდნენ ზადენს და არმას და შიშის ზარს სცემდათ მათ. მცხეთელები ვერ დაინახებდნენ ზადენსო, ამბობს გურამ ყიფიანი და ამიტომ აქ უნდა ყოფილიყო ქვედაზადენი, მეორე ზადენი, რომელსაც წირავდნენ ასევე ბავშვებს და რომელიც ადგილიც ანუ გააქრისტიანა წმინდა ნინომ მღვდელმთავრის მეშვეობით. მან ანუ როგორც ჩანს ეს უბრალოდ ჯერ არ არის, რა თქმა უნდა, ნაკლევი ისე ჩემი ფიქრებშია ეს. როგორც ჩანს ამ ქართლის სამეფოში მაინც იდგა აქა-იქ
ბევრგან უნდა ყოფილიყო ეს ზადენი და ბოლომდე არ არის გაშიფრული მისი არსი, არის მოსაზრებები და ამ კუთხით მართალი გითხრათ მეც მაინტერესებს მუშაობა. მადლობა. მეორე, იცით როგორ არის, სიმბოლო არის ჩემთვის სიმბოლო, აი როდესაც ჭვენიერობის დროს მოთხრილ ხეს ამოაბრუნებენ, ანუ დაიქცა კერპი. ეს არის ის ერთგვარი სიმბოლური ქმედება, ერთგვარი რიტუალი, რომ ამოყირავდა ისა და მაღლა არის ფესვებით, იმიტომ რომ დაემხო წარმართობა და გაიმარჯვა ქრისტიანობამ და როდესაც შერკინება იყო ეს ბურთაობით, იქაც გამარჯვებული, ეს ნიშნავდა, რომ გაიმარჯვა ქრისტიანობა. და სასულიერო პირი იყო ამ ყველაფერში ჩართული, რა თქმა უნდა, ლოცვის მერე ის ადევნებდა ამას თვალყურს. იცით რა არის, რა საინტერესო რამე არის და მე მიფიქრია ამაზე და ესეც რაღაცნაირად საინტერესო საკითხია. ერთ-ერთ დოკუმენტურ ფილმში, ერთ-ერთ სამხრეთ ამერიკულ არ ვიცი პერუელები იყვნენ თუ რა, მათზე იყო საუბარი, როდესაც წინა ქრისტიანობამდე რას აკეთებდნენ, ახალ წელიწადს ბურთს თამაშობდნენ. ეს რაღაცნაირად სიმბოლურად გამარჯვება დამარცხებასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ვინ რას დაუკავშირებს? ძველი სახლით შეცვლა. დიახ. კიდევ კითხვები? მინდა ვკითხო ქალბატონ ნინოს, ესე იგი, აი ეს ხალხური გადმოცემები, რაზეც დღეს თქვენი საუბრეთ, ყველა არ არის ასახული იმ წყაროებში, რომელიც ქართლის მოქცევაშია, ხო? არა. მხოლოდ ხალხში არის შემორჩენილი და ბევრი თითოეულა ადამიანმა თუ იცის და მე ვეცადე რომ ისევ რაღაცნაირად დაბრუნებოდა ხალხს და ვეცადე რომ ჩემს აი საეკლესიო და ხალხური დღესასწაულების კალენდარში შემეტანა რომ ეს ცოდნოდათ როგორ ინახავდნენ ამ ეს არის ის ფორმა, ეს ჩვენეული ფორმა როგორ შევინახეთ ის ცოდნა რომ ჩვენ მოციქულმა გაგვა ქრისტიანა და ბოლოს და ბოლოს ისეთი მნიშვნელობის დოკუმენტი როგორიც რუისურნისის კრება ის პირდაპირ ამბობს რომ ეს ჩვენი ტრადიცია მან იქადაგა ორივეგან და ეს ძლიერი კი ერთ-ერთი პუნქტი არის და ვფიქრობ რომ ეს ძალიან სერიოზული წყაროა და საბუთი. ქართლის ცხოვრებაში რაც არის, იქ აღმოსავლეთ საქართველოს არ არის ნახსენები. იქ არ არის, ის არის ჩანართი, რომელიც მხოლოდ ეხება აი აწყურის ამბებს. ეს უკვე 1858 წელს გამოვიდა ეს წყარო, რომელშიც არის აღწერილი, რომ აღმოსავლეთიდან. საინტერესო ის არის, რომ იციან ხევში არის ის ცოდნა, რომ იმ ადგილას, სადაც მან ეს აღმართა ტოპონიმიც შესაბამისია, ბერები ცხოვრობდნენ იქ და ნუ მონასტერი იყო უბრალოდ. სტეფან წმინდა მოდის დიახ იცით წმინდას მომდინარეობს აქედან ესეთი სწავლება გარდა მაგისა ეხლა მე ვეცადე რომ ეს რაღაცები გამომეკვლია და ფაქტობრივად ვფიქრობ რომ ეს როგორც მცხეთა არის დაკავშირებული სტეფანეს სახელთან და წმინდა სტეფანესთან ისიც არის ის აი ამ სამეფოს უკიდურესი მხარეც იყო და ვიცით რომ ქალაქის გარეთ ჩაქოლეს წმინდა სტეფანე ხო
რაღაცეები არ იკვეთება და ამას ცალკე კვლევა ჭირდება და ამაზე მე პირადად ვფიქრობ და მაინტერესებს. კითხვები თუ არის, თუ არა და შეიძლება მოსაზრება გამოთქვა თქვენი, თუ ვინმეს აქვს სურვილი, რა თქმა უნდა. მე მოგახსენებთ ჩემს აზრს არა მარტო დღევანდელ ესე იგი ლექციასთან დაკავშირებით, არამედ ისევ და ისევ ამ ჩვენს ლექციების ციკლთან დაკავშირებით და იმ მიზნებთან დაკავშირებით, რასაც ემსახურება ეს ციკლი. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩვენი შეხვედრა არ არის მხოლოდ იმისთვის, რომ მოვისმინოთ კონკრეტულ თემაზე მნიშვნელოვანი, ესე ვთქვათ, ინფორმაცია, რომელიც შეიძლება ნაწილობრივ ვიცოდეთ, მაგრამ სრულად არა და სრულადაც რომ ვიცოდეთ, ამის გახსენებას ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ მიზანი. მიზანი არის ის, რომ ჩვენ გავიხსენოთ ჩვენი ისტორიის, ბუნებრივია, როგორც ერის, ისე ეკლესიის, ჩვენი ლიტერატურის, ხელოვნების, ესე იგი, ის უმნიშვნელოვანესი ნიმუშები, მოვლენები, ფაქტები, რომლებშიც აისახება თუ როგორ ყალიბდებოდა ჩვენ ქვეყანაში ღირებულებები, რა ღირებულებები, ასე ვთქვათ, როგორ ცვლიდნენ ერთმანეთს, ძირითადად წარმართობა, როგორ შეცვალა ქრისტიანობამ და გარდა ამისა, აი მას შემდეგ, რაც ქრისტიანობამ შეცვალა წარმართობა, აი ძალიან საინტერესოა, იცით კიდევ რა არის ლექციების მთელი რიგი, რომელიც უკვე ჩატარდა, ეს არის ქრისტიანობამდელი პერიოდი და ძალიან საინტერესო რა არის, იცით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო წარმართობითი პერიოდი, აქ აშკარად ჩანს ერში არსებული სწრაფვა ჭეშმარიტებისაკენ. და აი სწორედ იმ რწმენა წარმოდგენებში, რომელიც წარმართულ პანთეონში იყო რაღაც აი ამ ჭეშმარიტებისაკენ სწრაფვა და როგორ აზროვნებდა ჩვენი წინაპარი, როგორი შინაგანი მასში, ასე ვთქვათ, მზაობა თუ მეხსიერება, შეიძლება ეს ვიხმაროთ, ასეთი ტერმინი არსებობს, სამოთხისებური მეხსიერება. ანუ, როდესაც დაკარგმა ადამიანმა სამოთხე, მიუხედავად იმისა, რომ ის მოწყდა ღვთის მადლს და ბუნებრივია, სწორედ ის არასწორი წვენა წარმოდგენები, რაც შეიქმნა, ეს იყო უკვე დაზიანებული, ასე ვთქვათ, ცნობიერება, მაგრამ აი ამ დაზიანებულ ცნობიერებაში რაღაცა ნამსხვრევები დარჩა იმ ჭეშმარიტების და ფაქტიურად ყველა წარმართობა ეს არის ჭეშმარიტების, აი ნამსხვრევები, ჭეშმარიტების, ასე ვთქვათ, დეფორმირებული სახე, თუმცა ამავე დროს ამ წარმართობაში იყო ძალიან ნეგატიური მიმართულებაც, რომელიც უფრო და უფრო ჭეშმარიტებას სცილდებოდა, მაგრამ ასევე იყო პოზიტიური მიმართულებაც. ყველა წარმართულ სამყაროში. აი მაგალითად, ამის საილუსტრაციოდ მარტო ისიც გვეყოფა, რომ ვინ აღიარა, ესე იგი, სწავლულთა შორის ქრისტე პირველად. მოგვებმა, ესე იგი, ჭეშმარიტის ჯულის აღსარებლებმა, წიგნობრებმა, ფარისევლებმა, ჯულის მეცნიერებმა არ აღიარეს და მოგვებმა აღიარეს აღმოსავლეთიდან მოსულა. რატო? აი ესე იგი, რაღაც წარმართობაში იყო ეს მეხსიერება, სამოთხისებური მეხსიერება და არა მარტო მეხსიერება, რაღაც აი ამ იდეალებისკენ სწავლ, მოლოდინი მესიისა. თქვენ იცით, რომ თითქმის ყველა წარმართულ პანთეონში არის ამბავი წარღვნისა. წარღვნის ამბავი, ესე იგი ყველა მიცის, რომ მოხდა წარღვნა, რომ ესე იგი კაცობრიობა დაისაჯა. და ამით რისი თქმა მინდა, რომ
სხვადასხვა წარმართულ ქვეყნებში სხვადასხვა ხარისხით იყო სწრაფვა აი ამ ჭეშმარიტებისაკენ და მზადება ამის მისაღებად. აბა როგორ იყო ის რომ ასე ვთქვათ წარმართულ ქვეყნებში ებრაულ სინაგოგებში დადიოდნენ ეს წარმართები და დაინტერესდნენ აი ამ ასე ვთქვათ ჭეშმარიტის ჯულით. ესე იგი ადამიანში ყველა ადამიანში იყო ეს მარცვალი ეს ხატი ღვთისა და აი ამისკენ სწრაფვა. ამიტომ მე რა მინდა ვთქვა რომ ძალიან საინტერესოა რომ ქართული ცნობიერება, ქართველი ადამიანის ასეთი შემოქმედება ყოველთვის იყო სიახლოვეში და ერთი მთავარი რაც მინდა შეიძლება ყველამ ეს არიცით ქართულ წარმართულ პანთეონში ჩვენ ვიცით რომ ეს არის პოლითეიზმი, ანუ მრავალღმერთიანობაა წარმართობა, ცვლის ერთი ღვთაება მეორეს პერიოდულად ბრუნდებოდა რწმენა ერთისა დამბადებელისა ღვთისა. წარმოიდგინეთ, ესე იგი აი ამ ღვთაებების ცვლაში უცებ ეს რწმენა წარმოდგენა ცოცხლდებოდა. ესე იგი რამდენად ძლიერი იყო ეს ქართულ ეთნოსში, აი ეს ამ თემის მიმართ გზნობიარობა, რომ ის აი ამას იხსენებდა და უბრუნდებოდა, ოღონდ შეიძლება ესე ვთქვათ, რომ როდესაც სულიერად ალბათ უფრო რაღაცა ამაღლდებოდა, რაღაცა ეს იხსნებოდა მასში, როცა სულიერად დასუსტებოდა, ეს ისე იხურებოდა მასში, იკეტებოდა და აი რა მინდა ვთქვა, რომ სხვადასხვა ერები სხვადასხვანაირად მოემზადნენ ქრისტიანობის მისაღებად. ემზადებოდნენ ცნობიერად თუ ქვეცნობიერად. ანუ ჭეშმარიტებისკენ სწრაფვა იყო წარმართულ სამყაროში, იმიტომ რომ უამრავი რამ კარგიც გაკეთდა, შეიქმნა. და აი ქართულ აი ამ ესე იგი ქართულ წარმართულ პანთეონში და საერთოდ ქართულ ცნობიერებაში, აზროვნებაში იყო ძალიან დიდი სათნოებები, მაგალითად შემწყნარებლობა. შემწყნარებლობა ქრისტიანულ სამყაროში უჭირდა ქრისტიანულ საზოგადოებას და მე მგონი დღესაც უჭირს ძალიან ბევრ შემთხვევაში. და ქრისტიანობამდე იყო ეს შემწყნარებლობა. მაგალითად უნარი იმისა, რომ ესე იგი დიდი შემოქმედებითი აღმოჩენები გაეკეთებინა თუნდაც მეურნეობაში ეს ხორბლის კულტურა, ღვინის კულტურა, მეტალურგია, ოქროს მოპოვება, არა მარტო მოპოვება, დამუშავება და აი ერთ-ერთ ლექციაზე მე მოვისმინე, მე ვცდილობ რომ დავესწრო ამ ლექციებს მაქსიმალურად. მე მოვისმინე რომ ურარტუს სახელმწიფო რომელიც ძლიერი იყო და ძირითადად ესე ვთქვათ ყოველთვის ჩვენ განვიცდით გარკვეულს ეწოლას ეს მეზობელი ძლიერი სახელმწიფო წერს რომ დიაოხიდან მან ჩამოიტანა რკინა. ურარტუს არ ქონდა რკინა, ვერ ამუშავებდა, ვერ მოიპოვებდა და მით უმეტეს ვერ ამუშავებდა. აი რაღაც ძალიან ძველი სიბრძნის, ძველი კულტურის ქვეყანა ვარ და ნუ სიმამაცეს, თავისუფლებისათვის, ღირსებისათვის ბრძოლა. ეს ყველაფერი არის საფუძველი იმისა, რომ საქართველოს არა მარტო გაქრისტიანდა, არამედ გახდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. რაღაცა ძალიან დიდი მისიაა, რომ შენ ხდები ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. ძალიან დიდი მისია. ესე იგი, შენ ფარველად დაგიდგინეს ღმერთის შემდეგ ყველაზე მაღალი არსება ზეცაში. დაგიდგინა უფალმა, თავად, თავისი დედა. ხო და ეს ყველაფერი ამისი ეხლა კიდე რა არის აქ მნიშვნელოვანი? ამაზე ჩვენ გვესაუბრებიან მეცნიერები. და როდესაც მეცნიერება და სარწმუნოება ერთიანდება, მაშინ თანამედროვე ადამიანისთვის, ძალიან დიდი ნაწილისათვის, რომელიც სკეპტიკურია, ну, ჩვენ ცხოვრობთ ესე ვთქვათ, აი ასეთი აპოსტასია, ბერძნული სიტყვა, განდგომილება, ღვთისაგან, სარწმუნოებისგან განდგომილების ეპოქაში ვცხოვრობთ. და თანამედროვე საზოგადოება, რომელსაც მე-20 საუკუნე გამოიარა და ეხლა 21-ში კიდევ უფრო გაძლიერდა ეს სეკულარიზმი, ანუ რაღაც სარწმუნოების მიმართ ნდობის ხარისხი სრულიად ესე ვთქვათ ეცემა ქრისტიანულ ქვეყნებში, სოფლიოს
უმრავლეს ქრისტიანულ ქვეყნებში, აბსოლუტურ უმრავლესობაში. დღეს ძალიან ადვილი არ არის საზოგადოებისთვის აი რწმენაში გამტკიცება. და აი ამას ყველაფერს იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ჩვენი მისია სამღვდელოების და არა მარტო სამღვდელოების, მრევლიც უნდა გადაგებდეს. ეს ღვთის სწავლებაც არის და ჩვენი პატრიარქი სულ ამას გვაკურთხებს ხოლმე. და აი ერთ-ერთი ფორმა გადაგებისა, ეს არის სამეცნიერო ენაზე განმარტებული სწორედ საღვთო ისტორიები. აი ხო უბრალოდ რაღაცას გეტყვით, აი პირველად აი ამდენ წელია ეკლესიაში ვარ და ამ ერთი კვირის წინ ზუსტად მე დავესწარი ლექციას აი ამ ციკლიდან, რომელსაც ქვია ანდრია პირველწოდებულის გადაგება საქართველოში. ეს ლექცია წაიკითხა ბატონ ვახტანგ გლიჩელმა. და მან მოყვა საოცრება, რომ მან ჩაატარა აწყურში გათხრები და ვინაიდან გვიანდელია მე-18 საუკუნის ჩანაწერია ხო ქართლის ცხოვრებაში. მე-18 საუკუნის აი სკეპსისი იყო საოცარი რა, რომ უნდობლობა. ესე იგი როგორ შეიძლება ახლა მე-18 საუკუნეში ვწერთ, რომ ანდრია იყო აწყურშია. მაშინ როდესაც პირველ საუკუნეებში რატო არ ჩაწერეს? და გათხრები აწარმოა და აღმოჩნდა, რომ ზუსტად ის რაც არის ამ ჩანაწერში დაადასტურა გათხრება. იქ ახლა მან გვაჩვენა ეს აწყურის ციხე, გვაჩვენა ეს ადგილები, სადაც ესე იგი როგორც იყო აღწერილი აწყურის ანდრიას ყოფნა აწყურში და არქეოლოგიური გათხრები ამტკიცებენ, ანუ მეცნიერება ამტკიცებს, რომ არა უბრალოდ იმას, რომ ანდრია იყო საქართველოს, აი მეცნიერულად, რომ ის რაც ჩანაწერშია ქართლის ცხოვრებაში, ეს არის სიმართლე. რეალური ფაქტები. და აი ეს არის ჩვენი ძალა. ჩვენ როცა საზოგადოებას ვესაუბრებით, ცით ყველა არ არის მზად იმისთვის, რომ პირდაპირ მიიღოს ქრისტეს მოძღვრების შესახებ სწავლება. რაღაცა ჭირდება და ამიტომ სამღვდელოებამ და ისევ ვიმეორებ, რევლმაც აი ეს ენა, მეცნიერების ენა უნდა გამოვიყენოთ. კულტურის ენა, მხატვრული სახეები. ეს ნაწილობრივ მხატვრული სახეებია, ხო, ასე ვთქვათ, ხალხური გადმოცემები, ესეც რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აი ეს ვესაუბრებოდი საზოგადოებას, რომ ფსიქიკას აქვს ესეთი არჩეულებრივი უნარი სიმბოლიზაციის. ეს მას ჭირდება, რომ მისთვის უცნობი და მიღმიერ სამყაროსთან დაამყაროს კავშირი. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანს ფსიქიკას გაუჭირდებოდა ბევრი რამის დატევა. და ეს არის კიდევაც მხატვრულ სახეები. ამიტომ არის, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ აი სწორედ შევიარაღდეთ აი ამ სამეცნიერო, ასე ვთქვათ, საჭურველითაც, გარდა სარწმუნოებრივი საჭურველისა და ამ ენაზე ველაპარაკოთ ხალხს, კულტურის ენაზე ველაპარაკოთ ხალხს, ესე იგი მეცნიერების ენაზე და გამოვიყენოთ ეს მეცნიერების მიღწევები და ეხლა შეიძლება დაისვას კითხვა, რომ კი, მაგრამ ჩვენ მოვისმინეთ ამ ციკლიდან ერთი ლექცია და როგორ შეგვიძლია ჩვენი სხვა თემებზე. აი ამიტომ სწორედ იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ, თვალი გავადევნოთ აი ამ ისტორიას, ერის ისტორიას, ლიტერატურის ისტორიას, ხელოვნების ისტორიას, ამიტომ ყველა ლექცია იწერება. ჯერთი მინდა გითხრათ, რომ დისტანციური, ასე ვთქვათ, გადაცემაც მიმდინარეობს. ეხლა ამ წუთას არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან შეიძლება თბილისში, არ არიან საქართველოში და მათ აქვს საშუალება, რომ ის, მაგრამ გარდა ამისა, ლექციის დამთავრების შემდეგ ეს ყველაფერი იდება YouTube-ზე და იდება Facebook-ზე. და იქ შეიძლება შევიდეთ ასე ლოგოსი ლათინური შრიფტით ლოგოსი და შემდეგ ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი და აი ეს პროგრამა ქართული თვითმყოფადობა და ნებისმიერი ლექცია თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ ისტორიაში, ლიტერატურაში, ხელოვნებაცოდნეობაში ძალიან საინტერესო ლექციები და შევეცადოთ რომ აი ეს
გავიხსენოთ ეს. შეიძლება ამასთან დაკავშირებით შეხვდეთ მრევლს მომოძღვრები და ერთად ისაუბროთ ამაზე. საერთოდ მინდა ვთქვა, რომ სივრცე აი ამ სულიერი და ესე ვთქვათ ისტორიული და აი წმინდა საკრალურ თემებზე საუბრისა სულ უფრო და უფრო მცირდება სამწუხაროდ. და ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს საინფორმაციო ომი. საინფორმაციო ომი, რომელიც იკავებს ადამიანების დროს, გონებას, იზიდავს მას და ამ ბრძოლაში აი ჩვენი შვილების თაობა ძალიან ესე ვთქვათ მოწყვლადია. რაც ახლა უფრო ეფექტურია, რაც უფრო ესე ვთქვათ გაგიტაცებს, იმას შეიძლება მეტი დრო დაუთმო. და შესაბამისად, აი ეს თემა, რომ ჩვენ აი პატრიარქის უგვაკურთხებს, რომ შეიკრიბეთ სამღვდელოება მრევლთან ერთად და ისაუბრეთ ამ თემებზე, ისტორიულ თემებზე, ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე, რომ ჩვენი გონება არ ესე ვთქვათ გადაფაროს აი ამ ინფორმაციამ. ნუ ყველაზე მეტად თუ სადმე ვინმე ამას იცავს, ამ გონებას, ამ უცხო ინფორმაციისგან, ეს არის ეკლესია, ეკლესიის სამღვდელოება და სამწყსო. რასაკვირველია, მაგრამ ჩვენ რაღაცნაირად ეს სივრცე უნდა გავზარდოთ. ადამიანი ვერ ახერხებს თქვათ ეკლესიურ ცხოვრებას, მაგრამ მას აინტერესებს ისტორია, მას აინტერესებს ლიტერატურა, აინტერესებს ხელოვნება. აი ჩვენ რაღაც ესეთი შეხვედრები რომ მოვაწყოთ, ისინი ამას დაესწრებიან და უფრო შეიძლება გავუადვილდეთ ამ მოსმენა ამისა, ამ ინფორმაციის მიღება და შესაბამისად ეკლესიასთან დაახლოება. აი ეს არის ჩვენი მიზანი ამ და ვემზადებით რისთვის 1700 წლის თავს საქართველოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავს შევხვდეთ ღირსეულად. შეხვედრა ის ხო არ არის მარტო უბრალოდ რომ ვთქვათ რომ აი მადლობა ღმერთს რომ ასეთი რამ მოხდა 1700. ეს არის სწორედ იმ მემკვიდრეობის გააზრება წარსულის, მაგრამ წარსული რისთვის ვჭირდება? რომ დღეს როგორ მოვიქცეთ, დღევანდელ სირთულეებს როგორ დაუპირისპირდეთ. ჯერ ერთი დიდი გამოცდილებაა და მეორეც როგორ შევინარჩუნოთ ეს ჩვენი ღირებულებები, რომ მომავალი კონდეს ჩვენ ეროვნულ სულს, ჩვენს ეროვნულ იდეას, ჩვენს ქვეყანას, ღვთისმშობლის წილხვედ ქვეყანას. ეს სერიოზული თემაა და აი ამიტომ ამას ეძლევა ძალიან დიდი მნიშვნელობა. თქვენ იცით ალბათ, რომ ეს ლექციები ტარდება ყველა ეპარქიაში. მთელი წლის მანძილზე პარალელურად მიდის სხვადასხვა ეპარქიებში და ისევ შეგახსენებთ, რომ დაიწყო ეს ივნისის თვეში, მაისის თვის ბოლოს უпроსწორად და თქვენ ნებისმიერი, ესე იგი შეგიძლიათ ლექცია მოისმინოთ და მომავალშიც როცა ვთქვათ არ იქნება ცხეთაში ეს ლექცია, ну თუ ისაც სურვილი ექნება შეიძლება თბილისშიც ჩამოვბრძანდეთ, მაგრამ თუ ვერ მოხერხდება, შეგიძლიათ აი ეს YouTube-ზე და Facebook-ზე, აი ორივეგან ერთი მისამართია. ჩვენ შეგვიძლია ეს მისამართი კიდე მოგწეროთ, თუმცა მე მგონი იმაში დევს ხოლმე სარეკლამო, ასე ვთქვათ, Facebook-ზე დევს. ხო, აი ეს არის ძირითადად რაც მე მინდოდა მეთქვა და იმედი მაქვს რომ ესე იგი თქვენ რაღაც ხო არ გნებავდათ მამაო? უბრალოდ მინდოდა დამემატებინა რომ ჩვენ ცხეთაში ვართ და ალბათ ეს ტრადიციებზე რო საუბრობთ ახლა და განსაკუთრებით ფსიქოსოციალურ მეხსიერებაზე, ადამიანების გენეტიკის და ასე შემდეგ, მნიშვნელოვანია რომ ის საკითხი რომ აქ ეს ზადენის და ამ სხვა კერპებთან მართებაში ხდებოდა დიდი მსხვერპლშეწირვა და ალბათ ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ქართული გენეტიკის უკვდავობის და სიძლიერის, რომ მე შემდგომში ის ფორმირება რაც მოხდა ქრისტიანობის შემდეგ, კვლავ მრავალი მოწამეები და თავგანწირვა და ერთგულების ფაქტორი მნიშვნელოვნად დარჩა ჩვენ ნიშად ქართული ერისა. როგორც ვთქვათ, ერთ-ერთი მთავარი ღირებულება და ღირსება ადამიანის ადამიანურობის თუ შეიძლება ითქვას, რაც ქრისტეს მცნებებიდან, მისი სწავლებიდან გამომდინარეობს, თუნდაც ქართული ღვინის ტრადიცია, რომელიც ალბათ განსაკუთრებული სიყვარულის უნარიდან მომდინარეობდა, რომელიც
გამოსჭვის რომ ოდითგანვე საუკუნეების წინაც ჩვენ ქართველებს ეს გვახასიათებდა და ჩვენთვის იყო მნიშვნელოვანი კოდი, რომელსაც მივყვებოდით უცვლელად და აი დღევანდელ დღესაც მთელი მსოფლიო ამას ხედავს და აღიარებს, რომ ქართული გენი, რომელიც არის უცვლელი, უკვდავი და მარად განახლებადი, ჩვენ ნამდვილად შევძელით, რომ აი ამ ძველი წარმართული ტრადიციების ერთგულებიდან გადავსულიყავით ქრისტიანული ღირებულებების ერთგულებაში და მასში არანაირი ცვლილება არ მოხდარიყო ჩვენი განწყობის ერთგულების და თავდადების, რომელიც 100,000-მა მოწამემ ალბათ დააგვირგვინა და რჩება ბურჯად ჩვენი ზოგადად მეხსიერების ქრისტიანული ერთგულებისა. უბრალოდ ამაზე მინდოდა ხაზგასმა, რომ ნამდვილად ქართული გენი არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ჩვენში მუდმივად ხდება კატალიზატორი ახალი და ახალი შემოქმედებითი ცხოვრების. სრულად გეთანხმებით, მამაო, რომ ეს არის ის სწორი აზრი, რომელიც არ გვაძლევს და არ უნდა მოგვცეს უფლება, ესე ვთქვათ, გულგატეხილობისა. იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც არის დიდი ქარტეხილები, დიდი განსაცდელები, გაჭირვება არა მარტო ფიზიკური, სულიერიც პრობლემები და ჩვენ რასაკვირველია გვჭირდება გამხნევება. საკუთარი თავის ერთმანეთის და მართალბრძანებთ, რომ ეს არის, რასაც საუკუნეებს გაუძლო, თუმცა აქ არის კიდევ ამის საპირისწონე კიდევ ასე ვთქვათ აზრი, რომელიც წერია ფილადელფიის ეკლესიისადმი მიმართვაში. თქვენ იცით, რომ გამოცხადებაში არის მიმართვა იოანე ღვთისმეტყველს ეუბნება ხმა, უფლის ხმა, რომ მისწერე ვთქვათ ეფესოს ეკლესიასა, მისწერე პერგამოს ეკლესიასა და ლაოდიკიის ეკლესიას და ერთ-ერთი 7-დან არის ფილადელფიის ეკლესია, რომლის შესახებაც შინაარსი არის ის, რომ შენ ხარ ჩემი რჩეული. ანუ ყველა შეუბნება, რომ შენ ეს უნდა გამოასწორო, თორე დაიჯები, შენ ეს გამოასწორო, თორე დაიჯები. შენიშვნებია, ძირითადად ძალიან მკაცრი შენიშვნებია. და ამ ფილადელფიის ეკლესიას ეუბნება, რომ შენ ხარ ჩემი რჩეული, შენ არ უარყავი ჩემი სახელი, შენ, ასე იგი, ბოლომდე ერთგულად დაიცავი ჩემი სახელი, შენ იქნები ჩემი რჩეული, მე დაგიცავ შენ ჟამსა განსაცდელისასა, რომელსა ეგულების მოსვლად ყოველსა სოფელსა ზედა. და ანდრია კესარიელი ერთ-ერთი მთავარი განმარტებელი გამოცხადებისა წერს, რომ ეს არის ანტეს ჟამი, ანუ ანტიქრისტეს ჟამი. რომ აი მეორედ მოსვლის წინ დაგიცავ მე შენ ეუბნება ამ. მე ეუბნება საოცარ, შენი სახელი იქნება ახალი იერუსალიმი. ანუ ეს ნიშნავს, რომ ახლა მთელი მართლმადიდებლობა ისრაელია, თქვენ იცით. და ყველა ერთიერი ვართ, ისრაელის ერი ვართ, მაგრამ ამ ისრაელს, როგორც ძველ ისრაელს ყონდა ცენტრი იერუსალიმი, აი ესეც ეხლაც აქვს ცენტრი და აი შენ იქნები ჩემი ახალი იერუსალიმი. ასე იგი, აი და ერთ-ერთი ბერძენი ღვთისმეტყველი კირილე ლავრიოტისი წერს, რომ ფილადელფიის ეკლესია არის საქართველო. და მართლაც არის ეს, ესე ვთქვათ, აი ეს მართლა შეიძლება ეს დავინახოთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ერთგულება გასწია ჩვენმა ერმა, დიდი მოწამე, მაგრამ აი ამავე წერილში არის ერთი ძალიან სერიოზული წინადადება, რომელიც დღეს ჩვენ აი ზუსტად ეხლა გვჭირდება. იფყარ, რომელი ეგე გაქუს, რათა არავინ მიგიღოს გვირგვინი შენი. აი ეს არის კიდე, რომ ეს თავისით არ მოხდება. დიდი ბრძოლა იქნება იმისთვის, რომ ჩვენ ეს დავკარგოთ, ეს გვირგვინი და მე ტყვილ არ ვახსენე ეს ჩვენი შვილების თაობა, ჩვენი შვილების თაობა არის ცუდ მდგომარეობაში. ძალიან ძლიერად შემოდის ინფორმაცია, ჩვენ ვერ ვასწრებთ მათ მივცეთ ჩვენი ინფორმაცია, იმდენი, იმ რაოდენობით სულიერი, რასაც სოფლიოში გავრცელებულია ეს ინტერნეტი და ეს რომელსაც საზღვრები არ აქვს აძლევს. აი ამიტომ აქ ძალიან დიდი წინააღმდეგობა უნდა გავწიოთ ჩვენ და აი ეს გვირგვინი რომ არავინ მიგიღოს ჩვენი დიდი
კიდევ მოწამეობაა საჭირო, უფრო დიდი მოწამეობა და მარტო ფიზიკური მოწამეობაზე არ არის ლაპარაკი. არსებობს კიდევ უსისხლო მოწამეობა. აი წმინდა მამები ამბობენ, რომ მოწამეს აწამებენ გარკვეულ ერთჯერა და თან რაღაც პერიოდი და ის აღესრულება. ჭეშმარიტი მოსაგრე ყოველდღე ეწამება. აი ეს არის ქრისტიანობა. დღეს ჩვენ გვჭირდება მოწამეობრივი ღვაწლი. პირველ რიგში სამღვდელოებას და მერე მრევლს. აი ეს არის ქრისტიანობა და აი ეს უნდა გვახსოვდეს. ხალხი უნდა გავამხნევოთ, მაგრამ გავამხნევოთ არა მარტო სიტყვით, არამედ ჩვენი საქმითაც. ჩვენი ვინ იყო მამა გაბრიელი? მოწამე. ცოცხალი მოწამე, უსისხლო მოწამე, თავისი სიკვდილით გარდაიცვალა, მაგრამ მთელი მისი ცხოვრება იყო მოწამეობა. ამიტომ აი ეს არის დღეს ჩვენი მისია და ყველა მიმართულებით ლოცვაში, მარხვაში, ქადაგებაში, მოწყალებაში ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და უნდა დავინახოთ ჩვენი უძლურებაც, რომ ჩვენ ბევრი რამ არ შეგვიძლია. ამიტომ ეს დიდი ბრძოლაა და იმედი მაქვს, რომ ამ ბრძოლაში ჩვენც უნდა ვიყოთ მაგალითი სხვებისთვის და სხვებიც უნდა ავიყოლიოთ და აი ეს არის ამის მიზანი, რომ ხალხო ჩვენ დიდი წინაპრების მემკვიდრეები ვართ, დიდი კულტურის, დიდი სიმდიდრის, სულიერების პირველ რიგში. ჩვენ ვართ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, რომელიც უნდა გაბწყინდეს და ეს ახალი იერუსალიმიც ხო გაბწყინებაა მეტი რა არის. მაგრამ ბრძოლის გარეშე ეს არ მოხდება. ჩვენმა წინაპრებმა რაც დაგვიტოვეს, დიდი ბრძოლის გარეშე არ დაუტოვებია და ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს გზა, ამის მაგალითია ჩვენთვის მამა გაბრიელი, ამის მაგალითია ჩვენთვის ჩვენი პატრიარქი. და პირველ რიგში ამის მაგალითი უნდა იყოს მცხეთის სამღვდელოება და მრევლი. თუნდაც ის ფაქტი, რომ მცხეთა დიდი ქალაქია და წმინდა ქალაქია, ეს დარბაზი რა ხო შეიძლებოდა რომ შევსებულიყო. ესე იგი ჯერ კიდევ საზოგადოება ჯერ არ არის. ესე იგი ისე გაძლიერებული. მე ღრმად წამს რომ ჩვენ თანდათანობით სულიერად, ესე იგი ჩვენი საზოგადოება სულიერად გაძლიერდება და უფრო გავერთიანდებით და უფრო გავძლიერდებით და რა ვიცი, მადლობას ვწირავ ღმერთს დღევანდელი დღისათვის, მადლობას მოგახსენებთ ყველას, ვინც ბრძანდებით აქ მობრძანებისათვის და რასაკვირველია, ქალბატონ ნინოს არაჩვეულებრივი ძალიან საინტერესო. მე მოსმენილი მაქვს ქალბატონ ნინოს ლექცია, მართალია ბოლოში მოვედი უკოცრავად შენდობას ვითხოვ. ვერ წარმოვიდგენდი, 6 საათზე რო გამოდიხარ თბილისიდან, აი ეს ჩამოვედი, რომელზეც ჩამოვედი ხომ ნახეთ. რაღაც აოცრება, თან გზებს ვეძებდით, ხან იქიდან მოვარეთ, ხან აქ. ხომ არ არის კითხვა? აბა? სან მოსაზრება. მოგესალმებით საღამოშტობისა. დაგლოცეთ, მეუფევ. დიდი მადლობა ქალბატონო ნინო ძალიან საინტერესო მოხსენებისათვის და თუ შეიძლება ორი სიტყვა ჩემს მოსაზრებასაც მოგახსენებ თაობაზე. ანდრია პირველწოდებული. ანდრია ტომით ებრაელი გვახდა. თქვენ ძანეთ მეუფე რომ ჩვენს ისრაელიანთა ტომის გამძლებლები ვართ. ძალიან საინტერესო თემა იქნებოდა, არ ვიცი შეიძლება არის კიდეც ჩართული ებრაელობისა და წარმართულ ქართველთა ურთიერთობის. ეს ფიქრობ, სწორედ თუნდაც ანდრია პირველწოდებულის ჩამოსვლა საქართველოში, მისი დიდი ღვაწლი ამ თემასთანაც არის დაკავშირებული. მე ახლა ისტორიკოსი არ გახლავად აღმართვარდა, მაგრამ როგორც შოულებთ ერთ-ერთ რიგით ქრისტიანს ძალიან საინტერესოდ მიმაჩნია, თუნდაც მცხეთის სინამდვილეში ებრაელთა როლის და როგორც მცხეთა შეხვედრა ძველი და ახალი აღთქმისა, ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან თემად მიმაჩნია. რაც შეეხება მეუფე თქვენი აი ამ თემის ასე ლამაზად გაგრძელებას მოწამეობრობის შესახებ, მე ნამდვილად დღევანდელ საღამოს წარმოუდგენლად მიმაჩნდა, როდესაც თუნდაც ერთი კვირის შემდეგ ჩვენ ყველანი აღნიშნავ დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეს
რომელიც ამავე დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი 400 წელი მისი მოტემობრივი აღსასრულის და თქვენ ბრძანეთ რომ მოწამეობა ეს არის ყოველდღიური ცხოვრება ცოცხალი ქრისტიანული ცხოვრება და რა თქმა უნდა გვირგვინი არის თუ ამ მოწამეობრივით შენი სისხლი დაიცევა და ვინ აყვავს ამის მაგალითი თუ არა დიდ მოწამე ქეთევანი რა იმან მარტო რაღაც ესე იგი მოწამეობრივი აქტი დიდ მოწამეობრივი აქტი კი არ დაიდგა გვირგვინი და დაადგა გვირგვინი ჩვენს ერთს არამედ თავისი ყოველდღიური ღვაწლით როგორც ქალის როგორც დედის როგორც მეუღლის როგორც ქრისტიანული რიგითი ქრისტიანის თავისი მოთმინებით თავისი შემწყნარებლობით თავისი ლოცვით მარხვით და რა თქმა უნდა წარმოუდგენელად დიდი წამებით სისხლით მე ყველას მოგილოცავთ თუმცა სენების დღემდე ერთი კვირა დარჩა და მე ვფიქრობ თუ ჩვენ გადავხედავთ იმ მარადისობას 1700 წლიანი თუ 2007 წლიანი და 2600 წლიანი იმიტომ რომ ებრაელების შემოსვლა საქართველოში შემთხვევით მოვლენა არ ყოფილა და ჩვენ წელსაღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში კი არა მანამდეც ჩამოვიდა ეს ძალიან დიდი თემა ეს ძალიან საიდუმლო თემა არ ვიცი ალბათ ამაზე ბევრი მეცნიერის უფიქრია უმუშავია მე შორს არ წავა თვითონ მცხეთობას დღესასწაული 14 ოქტომბერს რომ აღინიშნება ეს ძალიან მჭიდრო კავშირი აი ძალიან გთხოვთ მე კიდევ ვიტყვი ისტორიკოსი არა ვარ მე არის ძალიან დიდ კავშირში ებრაელთა დღესასწაულის რომელსაც ჰქვია სეკუთი ან კარვობა და ამის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია თუ ჩვენ ყველაფერი ეს ჩვენ არ გავიაზრეთ რა ჩვენი მაშინ ჩვენი ეს ყველაფერი კვლევა იქნება საძირკველ მორყეული არ ვიცი მაპატიეთ ქალბატონო ნინო როგორც თქვენ მეცნიერთან ბოდის ვიხდი შეიძლება ცოტა რიგითი ადამიანისაგან ცოტა თამამი განცხადება იყოს მაგრამ ისე მე დიდ მოწამე ქეთევანზე ვიტყვი რომ ასეთი დიდმა მწვერვალებმა სწორედ 8 წლიანია პირველწოდებულის 8 წელი წმინდა ნინოსი და მრავალი სხვა მხატვარი საქართველოში განამტკიცეს და შექმნეს ის უძლიერესი ბალავარი რამაც თუნდაც აი არ ვიცი შეიძლება ვთქვათ ერთი მუჭა ქართულობა დღეს მოვედით და მართლაც ყველა გულისყურით მოვისმინეთ თქვენ აი ესეთი პატივცემული ადამიანების მოხსენება ისევ და ისევ მადლობა და კიდევ ერთხელ გილოცავთ მე ზოგს შევეცადე უკვე გადამეცა წმინდა ქეთევანის ცხოვრება დიდებულად გალექსა პოემის სახით დაწერა ჩვენმა საყვარელმა იღუმენია ქეთევანმა რომელიც ითვლება საქართველოში იღუმენთა იღუმენად და სამთავროს მონასტერი დედათა მონასტრის ასე ვთქვათ ყველაზე წარმოჩინებულ დედათა მონასტრად და თქვენის კურთხევით მე აი ამ ლექსებს ვისაც ვერ მომახერხე ჯერ მიმეცა მაკურთხებთ რომ ყველას გადავს გილოცავთ დიდ მოწამე ქეთევანის ხსენების დღეს და მისი მოწამეობრივი ასასრულიდან 400 წელი 400 წელი რომ გადავხედოთ 1700 წლიანი არის ერთი მეოთხე წარმოგიდგენიათ საუკუნეების გამოცხადებიდან გავიდა 1200 წელი და მერე იყო რამხელა პერიოდი გავიდა 400 წელი ეს მონაკვეთი თითქოს არ არის მაგრამ ჩვენ არ გვახსოვს არ გვაინტერესებს ეს ხო ხალხური გადმოცემები არ არის შემოძვირფასება ეს ხო ისტორია მაგაში ვერ დაგეთანხმებით ყველას გვახსოვს არა ეხლა ნუ ძალიან გთხოვთ რა
მე მგონია უფრო სხვანაირად უნდა გვახსოვდეს და ამას ყველაფერზე სხვანაირად უნდა ვლაპარაკობდეთ. მაპატიეთ. მართალია ქალბატონი ქეთევანი. ესე იგი, იმაში რომ დიახაც, სწორედ ეს ვთქვი მე ქალბატონო ქეთევან, რომ ჩვენ ძალიან დასუსტებულები ვართ, მაგრამ ჩვენ 47 წლის წინ, როდესაც პატრიარქმა ჩაიბარა ეს ეკლესია, შეიძლება ითქვას სულიერად არც ვარსებობდით. იყო ესეთი ერთი მამა გაბრიელი და ნუ რაღაცა რამოდენიმე ათეული ადამიანი ეკლესიაში, ათეული. ხო და თუნდაც ის რომ დღეს მეტნი ვართ, ეს ძალიან იმედის მომცემია, მაგრამ არა საკმარისია ამაზე ჩვენი, ასე ვთქვათ, სრულად, ასე ვთქვათ, დაკმაყოფილებული არ უნდა ვიყოთ, თორე თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ. დიახ, ჩვენ ვერ გამოვაცხადეთ ქეთევან წამებულის 400,000 წელი 400 წელი უკაცრავად მისი აღსასრულიდან მოწამეობრივი აღსასრულიდან გვინდოდა რომ ყოფილიყო წელი ქეთევან წამებულის 2024, მაგრამ გვაქვს ცდელობა იმისა რომ აი 26 სექტემბრიდან დაიწყოს ეს წელი და მომავალ წლამდე გაგრძელდეს. ასეთია ჩვენი ასე ვთქვათ ცდელობა რომ აი ეს რაც ვერ მოხერხდა წლევანდელ წელს გაგრძელდეს მომავალ წელს. წლევანდელ წელს რასაკვირველია ჰქონდა თავისი მიზეზები, მაგრამ მთავარი მიზეზი მაინც ჩვენი ადამიანური უძლურებაა. როგორც საერო, ისე სასულიერო დასის, რასაკვირველია. ამიტომ როცა მე ვლაპარაკობ მოწამეობაზე, სწორედ ამაშია საქმე, რომ ჩვენ მეტი მოწამეობა გვმართებს და არის ესეთი გამოთქმა, უკანასკნელის შეწირვა. გახსოვთ ეს სახარებისეული იგავი, როდესაც 2 გროში შესწირა დედაბერმა და მაცხოვარმა თქვა, რომ მან გაცილებით მეტი შესწირა, ვიდრე სხვებმა, რომელთაც ძალიან უხვად შესწირეს სალაროში შესაწირავი შეიტანეს, უხვი. შეიძლება რამოდენიმე ოქროებით შეწირეს. ამან 2 გროში შეწირა. რატო? ამან უკანასკნელი. აი, მოწამეობა არის უკანასკნელის შეწირვა და აი ღმერთმა მოგცეს ძალა, რომ ვისწავლოთ ამ უკანასკნელის შეწირვა, რაც ადვილი არ არის. ამიტომ გვმართებს სინანული. განცდა თვის და ცოდვათა, რომ ჩვენ ჯერ ვერ ვახერხებთ იმას, რაც ჩვენ მოგვეთხოვება და აი ამ ესე ვთქვათ ამ სულისკვეთებით მე მინდა რომ ჩვენ გამოვთქვათ იმედი რომ ჩვენ აი ამ მიმართულებით გავაგრძელებთ სულიერ წინსვლას, განვითარებას და ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოს ერისთვის არის აუცილებელი, რასაკვირველია, ეს უნდა იყოს გახსნილი, განმარტებული და ამით გამდიდრებული უნდა იყოს ჩვენი ერი. კიდევ ერთხელ ამაში შეაქვს აი ამ პროგრამას თავისი წვლილი და მადლობა უთხრათ ქალბატონ ნინოს ძალიან საინტერესო დღევანდელი ლექციისათვის. ღმერთმა დაღლოცოთ ქალბატონ ნინო.